შიდა ქართლში საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო სამუშაოები დაიწყო, მაგრამ კონფლიქტის ზონის სოფლებში გარკვეული ფართობები დაუმუშავებელი რჩება. ერგნეთი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია, სადაც საკარმი და მონაკვეთები და მხოლოდ მცირე ბოსტნეულცელიან. ისიც ძირითადად წვიმის იმედზე. რამდენიმე წლიანი პრობლემის არსებობის გამო ადგილობრივები დამატებითი ხარჯების გაღებას ვეღარ ბედავენ. შაშანდელისგან განსხვავებით, ერგნეთს წელს ხვნათესვის პროგრამაც აღარ შეხებია. დაიწყებულ არაფერი, შაშანდათესეს, მაგრამ უწყლობით გახმა. აგერ აგაინიორია, ძალიან ერა თოხმა. ერგნეთში ფიქრობენ, რომ თუ სარწყავი წყლის პრობლემა წელსაც არ გადაიჭრება, მომავალი ზამთარი მათთვის შაშანდელზე კიდევ უფრო მეტად მკაცრი აღმოჩნდება. საგაზაფხულო სამუშაოები ჯერ არაფერი არ დაგვიწვია, იმიტომ რომ თუ წყალი არ იქნება, აზრი არ აქვს. რომ დავინახავთ, რომ დაიწყება სამუშაოები, მერე დაიწყება საგაზაფხულო სამუშაოები. წყალი არ არის, მაღაზე ვფიქრობთ ახლა რომ ამოვყაროთ, იმიტომ რომ არანაირი კვირკი არ აქვს უბრალოდ გამოტანილი, რომ შეატყო ამას სასიცოცხლო პერიოდი. თუ გამოვყაროთ და თუ წყალი არ იქნება, ნაკვეთიც ისე დარჩება და რა თქმა უნდა, ხმოიარეებიც ამოძირკული დარჩება. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით ნიქოში კაშხალი უკვე აშენებულია. დარჩენილია მხოლოდ მცირე სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც ტირიფონის ალთვისის არხი უკვე სრული დატვირთვით ამოქმედდება. იმ ნაკვეთებისთვის კი, სადაც წყალი თვითდინებით ვერ მივა, სატუმბი სადგურები დამონტაჟდება. აშენდა ნიქოზის კაშხალი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი საირიგაციო მომენტი გახდა, რომელიც ტირიფონის არხში გადატუმბავს სარწყავ წყალს და ეხლა მუშავდება პროექტი აი ამ კაშხლის მეშვეობით დამატებითი რესურსების გამოძიებისა და დამონტაჟებისა, იქ სიმძლავრეების დამონტაჟებისა, რომელიც საშუალებას მისცემს სართვის არხშიც წყლის გადატუმბოს. აღნიშნული პრობლემის გარდა საზღვრისპირა სოფლებში მიწის ფართობების დაკარგვაზეც საუბრობენ. მათ არც უსაფრთხოების გარანტიები აქვთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი მიწის ნაკვეთებით ისარგებლონ და არც ალტერნატიული შემოთავაზება. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ოკუპირებული ფართობების სანაცვლოდ კონფლიქტის ზონის სოფლებში სხვადასხვა სასურსათო პროგრამისა და დახმარების განხორციელებას ასახელებს. ფიზიკურად უნდა იყოს ეს რესურსი, რომ ის ალტერნატიული ფართით აუნაზღაურო იმ ადამიანს, მაგრამ ფიზიკურად ესეთი რესურსი არ არსებობს მიწისა, რომ კონტროლ დარჩენილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებს, სამაგიერო რომ მიწა გამოიყო სახელმწიფოს, იმიტომ რომ მიწის პრივატიზაციის ძირითადი პროცესი დასრულებულია და ეს მიწები კერძო საკუთრებაშია უკვე გადასული. პრეზიდენტის შაშანდელი საჩუქარი საზღვრისპირა სოფლების დიდ ნაწილში ძირითადად გამოუყენებელია. სასოფლო სამეურნეო ტექნიკა რამდენიმე დღის წინ გოლში ჩაიყვანეს, რომელიც წელს უკვე მხოლოდ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებზე გადანაწილდა. საზღვრისპირა სოფლებში ძალიან გაუჭირდათ ცხოვრება, ეს გამოწვეულია სარწყავი წყლის უქონობის გამო. წარმოებები არ არის, ქარხნები, ფაბრიკები არ არის და ძირითადად სოფლის მეურნეობით საზრდოობს ხალხი. თუ მოსავლე აქ რა თქმა უნდა უპირატესად გაუჭირდებათ უარესად იქნება სიტუაცია. ადგილობრივი ხელისუფლება მთავარ საკითხად საირიგაციო არხების მოწესრიგებას განიხილავს, რადგან ომის შემდეგ ოსურმა მხარემ სარწყავი არხები გადაკეტა. ამის გამო გორის რაიონის ჩრდილო ნაწილში არსებული სოფლები სარწყავი წყლის გარეშე დარჩა. აშენებულმა კაშხალმა კი, როგორც ვარაუდობენ, რაიონის სარწყავი სისტემის პრობლემა 90% უნდა გადაჭრას.